მოგესალმებით. წინა ვიდეოში ჩავწერე პირველი ორი მაღალი არკანის ძალიან მცირე განმარტება, ესე ვთქვათ. და დღეს მინდა რომ კიდევ შემდეგი ორი არკანი განვიხილოთ, ისევ მაღალი არკანები, რა თქმა უნდა. წინა ვიდეოში არ მithქვამს, რომ არკანები იყოფა მაღალ და დაბალ არკანებად. მაღალი არკანები არის რაღაც უფრო სამყაროსეული, ხოლო დაბალი არკანები უფრო სიტუაციური. ისაც გაინტერესებთ უფრო დეტალურად, ამ პატარა ვიდეოში ვერ ჩავატავ ბევრ ახსნას, ამიტომ ვცდილობ რომ რაც შეიძლება მოკლედ ავხსნა ეს ყოველივე. ვისაც გაინტერესებთ და გსურთ რომ შეისწავლოთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან კურსზე და მოდი განვიხილოთ. პირველი და მეორე, ან ესე ვთქვათ, ნული და პირველი არკანი, ეს არის სულელი და მაგი, ეს უკვე განვიხილეთ. ცოტა სხვა დასტა გამოვიყენე მაშინ, რადგან თან არ მქონდა რაიდერის დასტა. და მოდი ახლა გავაგრძელოთ. ქურუმი ქალი. რიგით მეორე მაღალი არკანი. ქურუმი ქალი არის მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც ისეთ საკითხზე, ამასული არკანი, როც ეხება მაგალითად მედიცინას, იმიტომ რომ ქურუმი მკურნალიც არის. ქურუმი ქალი, რომელიც არის დღისა და ღამის ბალანსი. არ ვიცი, აქ კამერაში იმდენად არ ჩანს, მაგრამ შავი და თეთრი, ან უფრო იდუმალებით მოცული ქურუმი, რომელიც ვიტყოდი, რომ მაგიასთანაც საკმაოდ ახლოს არის. ასევე შეიძლება ნიშნავდეს ცალმხრივად შეყვარებულ ქალს, თუ კი ქალბატონზე ამოდის ეს, მამაკაცზე ცალმხრივად შეყვარებულ ქალზე, მეტყველებს ხოლმე ხშირად, ყოველ შემთხვევაში ჩემთან გაშლებში ასეა. ახლა განვიხილოთ შემდეგი. მესამე არკანი, იმპერატრიცა. ქალი, რომელიც საერთოდ არ იბრძვის იმისთვის, რაც მას სურს. ისედაც ყველაფერი აქვს. ყველაფერი თავად მისდის მასთან, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. ასევე ის არის იდეალური დედა, არის ნაყოფიერების სიმბოლო. და ფიქრობ, ამ ყველაფრით ყველაფერი გასაგებია. დანარჩენი დეტალები უკვე კურსზე, ვისაც სურვილი გექნებათ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და დამიწერეთ, მოგწონთ თუ არა ასეთი ვიდეოები და ამის მიხედვით გავაგრძელებ.